მოგესალმებით პასუხობრივ ტელემოყურებლებო, ჩვენს გადაცემაში ლიტერატურა და ხელოვნება. საუბრით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის სტუმარს, მანამდე მინდა 2 სიტყვით მოგახსენოთ თუ რაზე გვექნება საუბარი. ჩვენ საუბარი გვექნება დღეს შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაზე ვერცხლის წყალოსანზე. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ თუ გასულ წლებში, გასულ საუკუნეებში პროფესორად ქართველებს საფიქრარი ჰქონდათ, რომ როგორ გადაეცა მომავალი თაობისთვის ეს უკვდავი ნაწარმოები ხელნაწერით თუ როგორ დაადეჭდა, როგორ გაამრავლებინა, დღეს საბედნიეროდ შოთა რუსთაველის ვერცხლის წყალოსანი მარტო ქართულ ენაზე ალბათ 40-50-მდე სხვადასხვა გარეკანით, სხვადასხვა მხატვრების ილუსტრაციებით, უფრო მეტიც მსოფლიოს 40 ენაზე მეტ ენაზე არის თარგმნილი. ისევ დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვერცხლის წყალოსანის დაკარგვით საშიშროება აღარ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ მინდა აღნიშნო, რომ მეორე საშიშროება არის ხალხი ნელ-ნელა ივიწყებს ვერცხლის წყალოსანს. კი, ვიცით ვერცხლის წყალოსანი, ვიცით მისი ავტორი. ხშირად ტრაბახობს კიდეც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ბევრმა მათგანმა ფიქრობ აქ იცის ერთ-ერთი სტრობიზებედად და შეიძლება წაუკითხე ბევრს დღევანდელ გულისმოქმედ ჩვენს მოქალაქეებს. აი ამ ფონზე საბედნიეროდ არიან ადამიანები, უფრო მეტ ხშირ შემთხვევაში ბავშვები, რომლებიც არათუ კითხულობენ ვერცხლის წყალოსანს, არამედ ცდილობენ ზეპირათაც ისწავლონ. აი დღეს ზუსტად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ერთ-ერთი ასეთი ბავშვი, ლალი ნადირაძე, თქვენისთვის საშუალო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, რომელმაც ზეპირათი იცის ვერცხლის წყალოსანი, ჩვენ და საბედნიეროდ და სასიხარულოდ და დღეს გვექნება საშუალება მოусმინოთ მას. რა თქმა უნდა, ეს ფილმები ვერ დაიწყავს თავიდან ბოლომდე, დროის უკონლობის გამო, მაგრამ ნაწილს მაინც წარმოგიდგენთ. მანამდე მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ლალის ამ დიდებულ საქმეში, რასაც ქვია ვერცხლის წყალოსნის სიყვარული, ვერცხლის წყალოსნის ზეპირად სწავლა, ვერცხლის წყალოსნის ამ შედევრის, ასე ვთქვათ, ყველანაირად გათავისება, ამ საკითხებში მას ლალის ეხმარებოდა პედაგოგი დალი გიგუაშვილი, რომელიც შემგვერდით ზიზდა, ალბათ ეს რამდენიმე სიტყვას გეტყვით ლალის შესახებ და ამ სიტუაციის შესახებ. ლალი ჩემი საუკეთესო და საყვარელი მოსწავლეა. ლალი ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან დაინტერესდა, როცა იგი დაწყებით კლასებში სწავლობდა, ძალიან აქტიური იყო ღონისძიებებში, შემიჩნევა პოეზიის სიყვარული გააჩნდა. როცა მე-5 კლასში შევედი სწავლებლად, ლალის კლასი როცა დავიწყე მუშაობა, დაინტერესდა ბავშვი, შევაწყე კვლავ, დიდი მონდომება ვერცხლის წყალოსნის რამდენიმე თავი ისწავლის ბავშვებმა და ამის შემდეგ გამოუცხადე, რომ კარგი იქნება თუ ზეპირად რამდენიმე სტროფს მაინც 200-300 სტროფს ისწავლიდნენ. დაახლოებით 1 თვეში, თვენახევარში ლალი უკვე 200 სტროფის ზეპირად იცოდა. მონაწილეობა მიიღო გასულ წელს ლალი გორისა და გორის რაიონის მოსწავლეთა მიერ ჩატარებულ ვერცხლის წყალოსნის ზეპირათა კონკურსში და მესამე ადგილი დაიკავა. თითქმის ყველაზე მეტი სტროფი ლალი მისცეს. მე ლალის მადლობა უნდა ვუთხრა იმის გამო, რომ ლალის მაგალითს მიბაძე სხვა ბავშვებმაც და ჩვენი საშუალო სკოლის 10 მოსწავლე მიიღო მონაწილეობა იმ კონკურსში და 10 საპატიო სიგელი დაიმსახურა. ლალის პროფესორ შეუწყებია მუშაობა, კვლავ სწავლობს ვერცხლის წყალოსანს, ალბათ ბოლომდე ისწავლის წელს. იმედი აქვს. ჩვენ დიდი მადლობა ქალბატონო, მათ დაინტერესეთ და ასე თქვენთანაც გაინტერესეთ რაგი სხვა ბავშვების სწავლას. ვერ წაინებოს და ბოლომდე მიგეყოლოთ ეს შესაძლებელი საქმე და ყველა სასწავლოს ბოლომდე ეს არის დიდებული პოემა. ეხლა კი მინდა მიმართოთ ჩვენს სტუმარს ლალი ნადირაძეს, რომელიც წნარად მშვიდად დაიგითავს ვერცხლის წყალოსნიდან გარკვეულ რაოდენიმე სტროფებს. ხოლო რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდ მოარსნეს სულითა ყურანზე სიცმოდაბერითა, ჩვენ კაცთა მოხდა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არ თყობენ ხელმწიფე სახთა მის მიერითა, ჰეღმერთო ერთო შენ შექმნე სახე ყოვლისა წანისა, შენ და მიფარი ძლევამეთ დათრგუნოთ მესაწანისა, მომეც მიზნულთა სურვილი სიკვდიდმდე გასაწანისა, ცოდათა შესუბუქება მუნთანაწესა წანისა, ვიშვენის მომსა, ხმარება შუბისა, ფარში მჟერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაც ბალახს მაგი შერისა,
მას არავისი შევკადრო შეცხმა ხოტლისა შერისა მისთან მჭრეტეთა ყანდისა მირთმა ხამსმათ მიშერისა თამარს ვაქებდეთ მესეთა სისხლისა ცრემდად ხეული თქვენი ქებანი ვისნი არავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გუშვის და კალმად მინარხეული ვინცა ისმინოს დაესვას ვახვარი გულსახეული მიბრძანეს მათაც საქებრად ხმალექსებისა ტკბილისა ქება წარსდა წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბრობა ლახსისა თლილისა მის მიდრით მისყობილისა გასტოხ სხვასასა მაგასა გუდემლიტყვისა ბილისა აწენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება ზალი მომეწდა შეწენა შენგნით მაქვს მისზე გონება მით შევეწინეთ წარიელ წურფათსა უნდა ხსენება მარცხანთა გმირთა ნათოთა სჭირდეთ მანეთის მონება მოდახსდეთ წარიელისთვის სრემლიგდის შორის რობილი მისებრი მათ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი დავჯერ უსწოლმა გავლექსე მისის გულრაფა სობილი აქამდის ამად ნათქვამი აწმარგალეთის ყობილი მე რუსელი ხელობით ავიქმ საქმის ამად არის ვის მორჩილობს ჯარის პათა მისთვის ხელობ მისთვის მკვდარი დავუძლუდი მიჯნურთათის სხვა წამალი არსით არის ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწამე სამარი ესი ამბავი სპარსული ქართულა ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ხელის ხელთაგოგმანები პოვედა ლექსად გარდავსკი საქმე უქმესაწუწმანები ჩემმა ხელქმერმა დამართოს ლაღმანდა ლამაზმანები თვალთა მისგან უნაცვლოთა ენატრამსა ახლა ჩენა აჰა გული გამიზნურდა მიხვდომია ველთარბენა მიაჯეწვინ ხოცთა და წვაკმარის მისცეს სულთავ ხენა სამთავ ფესასა ქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა თვალთა მისგან უნაცვლოთა საცავისაბენ მან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწწო მუშაკობდეს ნეომარი გულვომნობდეს კვამიჯნოსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსნობდეს არცა სხვისგან დაეძინოს არცა სხვასა უსწნობდეს შაირობა პირველადვე სიბრძნისა ერთი დარგი საღმრთოს გასაგონის მენელთათვის დიდი მარგი ყვლააქაცა იამების ვინცა ისმის კაცი ვარგი მოშაირი გრძელი სიტყვა მოკლეის მიშაირია ამათ კარგი ვითა ცხენსა შარაგზელი და გამოსდის დიდი რბევა მობურთაცა მოედანი მასლაცემა მარჯვეთ ქნება მას აგრევე მელექსეს ალექსა გძელთა თმათახევა და მისჭირდეს საუბარია დაუწყოს ლექსმავლენა მაშიღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ჯირობა არშია მოკლოს ქართული არაქმნას ყვამსირობა ხელმარჯვეს სცემდეს შოგანს და იხმაროს დიდი გმირობა მოშაირი არ ახვიან თუსადმისგვას 1-2 თავი ყოლანო გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღათქვას 1-2 უმსგავსო და შორიშორი მაგრა იტყვის ჩემის ჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი მეორე ლექსი ცოტა ინტენსივი მოშაირეთა არ ძალოს სულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე სულდი ბედითი ყვაწილთა მონადირეთა ვიცა ვერ მოჰკვა ხელავე ხოთანაძეთა მცირეთა მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანას და სატრეველად ჩვენ მათსა გვიამების და საოდენ თქვან ნათელად გძელისი მოშაირი არ აქვიან ვერას იტყვეს იმ საგზელად ხამს მელექსი ნაჭირვებსა მისა ცუდად არ ამკობდეს ერთი უშნესა მიზნური ერთსა მიაშიკობდეს ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს მასაქებდეს მასამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს ჩემი ათსანი ყოველ მან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მისდიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე წყალოვითა ჯიქია მისი სახელი შეფარვის ქვემორე მის გვამს მიქია თქვა მიჯნურობა პირველი დატომი გვასთან ენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმესა ძეო მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების მოვამსა ჰქონდა მრავალსაწყინათა მას წერსა მიჯნურობას ეწყლიანი ვერ მიხვდებიან ენა დასშვების მელნისა ყურნიცა დავალდებიან თქვენ ხელოვანი ქვენანი რომელნი ხოცთა ხვდებიან მათ მასობაძონ სულოდენ არსისვენ შორის ხდებიან მიჯნური შმაგსა ვუქვიან არაბულითა ენითა მით რომ ეშმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგსა აქვს ახსოს სიახლე დასშვების აღმაფრენითა ყვა ზოგსა თულს ბუნება კერძკურსა დაფსენითა მიჯნურსა თვალად სიწურფე მასებს მართის ამზეობა სიბრძნესი უხვეს სიმდიდრე სიყმე და მოსალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მრეწველთა მძლეობა ვინც ეშვა და არასწორ დაკლია მიჯნურობა მიჯნურობა არისტოსა სათოფნია ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა სადარი სხვა სხვა ვაუზის დიდი ზღვარი მუნგარეს ერთმანეთსა გესმის ჩემი ნაობარი ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რამაშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა და აძიროს ქუშტი მიხვდეს თუნდა ქუში
სულსუგულო სიყვარული ხოლმაკოსნა მტრაში მტროში ამას საქმესა მიჯნური მოუხმობს მიჯნურობასა პროსექცი უნდა ხვალესხოს მოდის გაყრისად მობასა ეს მღერასა ბედისა გაფლას საყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგი ალმიქ სოფლისად მობასა არც პირველი მიჯნურობა არ დაჩნდეს წირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმსა ჰქონდა ხალვა შორის ბნე და შორის ყდომა შორის დაგვა შორის ალვა დასმის ყომა მეფეთაგან მისი ჰქონდეს შიში კძალვა ხამსნის თავის ახვაშიაც არვის ამჟღავნებდეს არ ბეჭდეთ ხაისვინდეს მოყვარესა აყენებდეს არც წაშლეს მიჯნურობა არასა დაიფერებდეს მისთვის ჭირილ ხინატვისნეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს მასუშ მაგოვიცნიენდოს ვინ მოყვარე გაამყინოს ამის მეტი რამ საირგო მასავნოს და თვით საინოს რათა მეღა ასახელოს რა სიტყვათა მოაყენოს რა გავათო მოყვარესა კაცმანგულია რატინოს მიკურს კაცი რა დიფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს და დაყენებს მისთვის მკვდარი მისთვის წვრილსა თუ არ უყვარს რა დაარასოს რა დაყენებს რათა სულსა ავსა კაცსა ავისი ტყვა ურჩევნია სულსა გულსა თუ მოყვარე მოყვრისათვის სპირილსა ემართლებით სიარული მარტოობა შენის გაჭრა და ერთლების იგონებდეს მისგან კიდე ნულატოდეს მოიცხების რა გავათო არ დაარჩენს მიჯნურობას ჯობს თუ კაცსაია ძირფოსტელი მაყურებლებო ნავის მე გაუხსებული ვარ პირადად დიდი ხანი ამდენი სტროფით ზეპირად ნათქვამი არ მომისმენია და მithumetes მე არასდროს მithქვია იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ზალი თუ ჩვენ მივეცით რომ ეხლა ჩვენ მივეცით რომ მე მგონი სულ არასდროს წაიგეთოს 1669 რამდენიანი 1670 სტროფი ყოფილა და ალბათ მაგის დროს გვექნება მომავალში ლალი წაგვითხრას კიდე სხვა ნაცვლადებსაც დღეს მინდა მადლობა უთხრა ლალის ცოტა ჩქარობდა მართალია მაგრამ ეგ არაფერი თქვენ დიდი მადლობა ქალბატონო ლალი თქვენ დიდი მადლობა მაყურებლებო ყურადღებისათვის ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად გამდებოდეთ